1821 წლის 14 აპრილი წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებულ ნაპოლეონ ბონაპარტს კიდევ რამდენიმე დღის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. იმ დილით უცნაურ წერილს გარდახობს. ბატონო გუბერნატორო, ძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა იმპერატორი ნაპოლეონი. პატივი მაქვს ამის შესახებ შეგატყობინოთ. მხოლოდ თარიღი რჩება მისაწერი. იმპერატორი უწყების მოდელს ამზადებს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ კუნძულის გუბერნატორს გაეგზავნება. სურს, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი თავად მართოს. ის კარგად იცნობს სიკვდილს. წლების განმავლობაში ეთამაშებოდა. მის გვერდით ცხოვრობდა. ეძებდა კიდეც. ნაპოლეონის მთელი ცხოვრება სიკვდილის გამოწვევა იყო. დარწმუნებული იყო, რომ მისი სიცოცხლე იქამდე არ შეწყდებოდა, სანამ თავის მისიას არ შეასრულებდა. მას არაერთ გზის აქვს ნათქვამი, ჯერ არ ჩამოუსხამთ ტყვია, რომელსაც ჩემი მოკლა შეუძლია. სიკვდილთან ასეთმა თამაშმა ნაპოლეონი დაარწმუნა, რომ მას გარკვეული მისია ჰქონდა. ქვემეხი, მუშტებით ჩხუბი, თავდასხმა, დანა, საწამლავი, იარაღი. სიკვდილმა მას 6 ჯერ მაინც ჩაუარა ახლოს, მაგრამ ვერ მოერია, რამაც გაუმყარა რწმენა, რომ ის განსაკუთრებულია. იქნებ სწორედ ეს არის გასაღები ამ ადამიანის დღემდე ამოუცნობი ფსიქოლოგიის გასაგებად, სიკვდილის გამოწვევა ლეგენდარული პერსონაჟის შესაქმნელად. ნაპოლეონს უნდოდა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულიყო და არა მხოლოდ სხვების თვალში. უნდოდა თავადაც ერწმუნა ეს. გულის სიღრმეში ის სიკვდილის დაძლევას ცდილობს, რათა სიკვდილის შემდეგაც იცოცხლოს, ისტორიაში შევიდეს. უკვე დროა გადაიყოლებს ის ტკივილი, რომელიც რამდენიმე თვეა შიგნიდან ჭამს. ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება. სირცხვილი არ იქნება, არ მოკვდა მას შემდეგ, რაც ყველაფერი ასე მოაწესრიგე. ნაპოლეონს მოუთმენლობა ეტყობა. ერთი სული აქვს, სიკვდილმა დააგვირგვინოს ლეგენდა, რომლის შენება მაშინ დაიწყო, როცა ჯერ კიდევ უბრალოდ ბონაპარტი იყო. ნაპოლეონი. ბედისწერა და სიკვდილი. ლეგენდის თანახმად, ბონაპარტი გარკვეული მისიით მოევლინა ქვეყანას. კორსიკაზე წარჩინებულ ოჯახში დაბადებული, სამხედრო განათლების მისაღებად საფრანგეთში მიდის. ამბობენ, რომ სკოლაშივე ლიდერი იყო. გუნდაობის დროსაც კი პირველობას ცდილობდა. სინამდვილეში კი მომავალი იმპერატორი არაფრით გამოირჩეოდა. არაფერი მეტყველებს მის განსაკუთრებულ ბედისწერაზე. ამას ვერც თვითონ გრძნობს. ამ მხრივ ძალიან განსხვავდება მომავალი დიდი ადამიანებისგან, რომლებმაც ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვეს. ისინი თავიდანვე გრძნობდნენ, რომ რაღაც დანიშნულება ჰქონდათ. მაგალითად, ცნობილია, რომ 14 წლის ასაკში დეგოლი საკუთარ თავში საფრანგეთის მხსნელს ხედავდა. არ იცოდა რა ვითარებაში ან რა დროს მოხდებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ადრე თუ გვიან მისი და საფრანგეთის ბედი გადაიკვეთებოდა. ნაპოლეონის შემთხვევაში მსგავსი არაფერი ყოფილა. 1793 წელს რევოლუციური არმიის კაპიტანი როიალისტებს ქალაქ ტულონს ართმევს. ამის სანაცვლოდ მას გენერალად ნიშნავენ. მაგრამ ეს უბრალოდ მორიგი წარმატებაა.
გენერლობას ნაპოლეონი ვერ ახავს იმ სამხედრო პირების სიმაღლემდე, რომლებიც იმ პერიოდში იბრძვიან. ეს ალყაში მოქცეული ციხის გათავისუფლების მცირე ოპერაცია და არ გახლავთ დიდი სამხედრო გამარჯვება, რომლის მოპოვება იმ დროინდელ სხვა გენერლებს შეუძლიათ. მისი სახელი გაზეთებში არ ჩნდება, ასე რომ მისი დიდება ამ პერიოდიდან არ იწყება. 26 წლის ასაკში ნაპოლეონის კარიერა ერთ ადგილზეა გაყინული. ბონაპარტს როგორც პროფესიულად, ისე ემოციურად რთული პერიოდი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მარტო რჩება პარიზში, სამსახურის გარეშე. გაჭირვებაში არ ცხოვრობს, მაგრამ მომავალი მისთვის ბუნდოვანია. 1795 წლის 10 მარტი, წერილი ძმას, ჟოზეფს. სიცოცხლეზე ნაკლებად ვარ მიჯაჭვული. ყველაფერი მაიძულებს საკუთარ ბედსა და ბედისწერას ვებრძოლო. მეგობარო, ასე თუ გაგრძელდა შეიძლება ჩემკენ მომავალ ეტლს გვერდიც არ ავუქციო. მან არ იცის, საიდან და როდის დაიწყება მისი კარიერა, ამიტომაც იწყებს ფიქრს თვითმკვლელობაზე. ამ ყველაფერს კარგად ხსნის მისი ერთი ფრაზა. სიკვდილი არაფერია, მაგრამ დამარცხებულისა და შერცხვენილი სიცოცხლე ყოველდღიური სიკვდილია. მერე კი 1795 წლის შემოდგომაზე მისი ცხოვრება უეცრად იცვლება. 5 ოქტომბერი, რევოლუციური კალენდრის 13 ვანდემიერი. პარიზში როიალისტების აჯანყება იწყება, რესპუბლიკა საფრთხეშია. წესრიგის დამყარებას გენერალ ბონაპარტს ავალებენ. 2 დღის შემდეგ, ჟოზეფისთვის მიწერილ წერილში ნაპოლეონი აღნიშნავს: 15 წუთის განმავლობაში ვფიქრობდი, კონვენციის მხარეს დამდგარიყავი თუ როიალისტებს შევერთებოდი კონვენციის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ კონვენციის მხარეს წარმატების უფრო მეტი შანსი მექნებოდა. საბოლოო ჯამში ის ისტორიაში შედის როგორც დაქირავებული. რადგან არც რესპუბლიკელების მომხრია და არც როიალისტების შეხედულებებს იზიარებს. ის მოთამაშესავით არის, რომელიც უბრალოდ სწორ ფსონს აკეთებს. ბონაპარტი ბრბოს მიმართულებით სროლის განკარგულებას გასცემს. რამდენიმე საათში ამბოხი განაიტრალებულია. ტულონის მსგავსად ის ტყვიებს არც აქერიდება. ცხენს უკლავენ. ბონაპარტი თავის ძმას სწერს. ჩვეულებისამებრ არც ამჯერად დავჭრილ ვარ. ეს მივიწყებული პერსონაჟი, რომელიც აღარავის აინტერესებს და არმიაშიც თითქოს არავის ჭირდება, მალე წინარიგებში აღმოჩნდება და პარიზის სამხედრო გუბერნატორი ხდება. აქედან კი ჟოზეფინისკენ გაიკვალავს გზას. ჟოზეფინ დე ბოარნე, ძლევამოსილთა საყვარელი. ბონაპარტისთვის ის 1795 წლის ოქტომბრის კიდევ ერთი მოვლენაა. ნაპოლეონს, რომელსაც სიკვდილის არეშინია, სიცოცხლის დაუოკებელი სურვილი უჩნდება, ის სიგიჟემდეა შეყვარებული და რამდენიმე კვირაში მას ცოლად ირთავს. ჟოზეფინი, რომელიც 1795 წლის შემოდგომაზე გაიცნო, ნაპოლეონს თავდაჯერებულობას მატებს და მის წინაშე უამრავ კარსაც აღებს. საზოგადოებაში ნაპოლეონი მეტისმეტად თავდაჯერილია, ჟოზეფინი კი პირიქით, ზედმეტად გახსნილი. ის სულ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში, საჯარო გამოსვლებსაც უხშირებს და სწორედ ამ პერიოდიდან ჟოზეფინის წყალობით სოციალური კავშირების გაფართოების საშუალებაც ეძლევა. როიალისტების აჯანყებები, ჟოზეფინის სიყვარული. ერთ თვეში ბონაპარტი, რომელიც არაფერს წარმოადგენდა, გავლენიანი პირი ხდება. დანარჩენს საფრანგეთის სამხედრო მდგომარეობა მიხედავს. (1796) წელს რესპუბლიკაში ისევ ომი იწყება. სტრატეგიული ბრძოლები რაინზე იმართება. ახალგაზრდა ბონაპარტს მეორე ხარისხოვან მისიას ანდობენ. მოაწყოს დივერსია და თავს დაესხას ავსტრიას იტალიის მიწაზე. ყველასთვის მოულოდნელად ბონაპარტი ავსტრიის არმიას არღვევს და თავისი მცირე იტალიური არმიით მილანამდე ჩადის.
იტალიის არმია დიდი კამპანიების მოგებისთვის არ ყოფილა გამიზნული. მას უბრალოდ ერთ ადგილზე უნდა შეეკავებინა ავსტრიის არმიის გარკვეული ნაწილი, სანამ საფრანგეთის არმია გერმანიიდან შემოვიდოდა, მაგრამ ბონაპარტი მთლიანად ცვლის იმდროინდელ სამხედრო გეოპოლიტიკას. იტალიაში განხორციელებული შეტევის წყალობით ის ფრანგი გენერალი ხდება, მისი ჯარი კი საფრანგეთის არმიად იქცევა, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის ვენას, იმ დროს, როცა მუქარა ჩრდილოეთიდან იყო მოსალოდნელი. ბონაპარტი აღარ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ ის ვერონას უახლოვდება. მაგრამ აუცილებელია სტრატეგიულ წერტილში, სოფელ არკოლეში შევიდეს. არმია კი, რომელიც იქ მის ჯარზე, მრავალრიცხოვანია. მან გადაწყვიტა, რომ საინტერესო იქნებოდა წასულიყო არკოლის პოზიციის გარშემო მდებარე ჭაობებით. რადგან მათი გავლა იმდენად რთული იყო, რომ ეს ავსტრიელების რიცხობრივ უპირატესობას გაანეიტრალებდა. ამგვარად შევიდა კიდეც ჭაობებში, სადაც ერთ ადგილას არკოლეს ხიდი უნდა გადაელახა. 1796 წელი, 15 ნოემბერი, არკოლე, იტალია. სიკვდილის ბრძოლაში გამოწვევა. ნოემბრის დილით ბონაპარტმა თავისი გეგმის პირველი ნაწილის განხორციელება შეძლო. მისი ჯარები წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ იტალიის ჭაობებში. მაგრამ მთავარი სირთულე წინ არის. საჭიროა ხიდის გადალახვა, რომელიც სტრატეგიული სოფლისკენ, არკოლესკენ მიდის. ამ ხიდს მოწინააღმდეგე ძალები კარგად იცავენ და შეიძლება ბევრი ჯარისკაცი დაკარგოს. ბონაპარტი ყურადღებით სწავლობს შემოგარენს. ეს ერთადერთი გზაა სოფელ არკოლემდე სწრაფად მისასვლელად. ამაზეა დამოკიდებული ბრძოლის ბედი. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხიდი ძალიან გრძელია, ქვემეხებს ის სამიზნეში ხავს ამოღებული. აქ გავლას დიდი გამბედაობა სჭირდება. მაგრამ ტყვიები არაფერია. სწორედ ახლა წყდება მისი ბედი. ბონაპარტი პოკერის პარტიას თამაშობს. ცდილობს თავისი ჯარი მოწინააღმდეგის პოზიციებში შეიყვანოს. მას იღბლისჯერა და ფიქრობს, რომ სანამ იღბალი მასთანა, საშიში არაფერია. დარწმუნებულია, რომ ბედი არ უმტყუნებს, სანამ, როგორც თავად ამბობს, თავის საქმეს, თავის ისტორიას ბოლომდე არ მიიყვანს. მეტად რაციონალური ადამიანია. ყველაფრის წინასწარ გათვლა შეუძლია, თუმცა მის რაციონალურობას მოთამაშის ირაციონალურობა ამცირებს. რისკის მიუხედავად შეუძლია ყველაფერი სასწორზე დადოს. ბონაპარტი დროშით ხელში ხიდზე ადის და ჯარებს უკან გაყოლისკენ მოუწოდებს. ეს სიგიჟეა. ჯარისკაცები უკან მისდევენ, რათა გარდაუვალი სიკვდილისგან დაიცვან. გვერდით ერთგული ადიუტანტი მუირონი მიხვება, რომელსაც თავის მფარველ ანგელოს უწოდებს და რომელიც ტულონის შემდეგ სულთან ახლავს. როდესაც მტერი ცეცხლს ხსნის, მუირონი ნაპოლეონს ეფარება და ტყვია გულში ხვდება. ცეცხლი ძლიერდება. ყველა გარბის. ნაპოლეონი ჭაობში ვარდება. მებრძოლებს ის უგონო მდგომარეობაში ამოჰყავთ ნაპირზე. ის ჭაობში ვარდება. ჭაობი საკმაოდ ღრმაა და რომ არა მისი ძმა ლუი, ნაპოლეონი უთუოდ დაიხრჩობოდა. ამით მთავრდება ეს ამბავი. ბონაპარტი დამარცხდა. ხიდი ვერ გადალახა. მის გადალახვას ორდღიანი ბრძოლა და გენერალ მასენას დამხმარე ძალა დასჭირდება, რის შემდეგაც არკოლედან ავსტრიელებს გააძევებს. ახლა ბონაპარტს შეუძლია გზა განაგრძოს. ის რივოლიშიც გაიმარჯვებს და მალე 100 კილომეტრით უახლოვდება ვენას. დამარცხებული ავსტრიელები
კამპო ფორმიოს ზავს ხელს აწერენ და 5 წლიანი ომიც სრულდება. იტალიის ბრწყინვალე კამპანიის მიუხედავად, ყველაზე ცნობილ ეპიზოდად მაინც არკოლეს ხიდის წარუმატებელი გადალახვა რჩება. ბონაპარტი ჭაობში ჩავარდა. დაკარგა მეგობარი მუირონი, მაგრამ კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ბედის რჩეულია. მუირონის მსხვერპლი მართლაც მტკიცებულება იყო იმისა, რომ ნაპოლეონი არ უნდა მომკვდარიყო. სხვები დაიხოცებოდნენ, მაგრამ ის დაცული იყო და ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა. არმიაში ჩნდება ლეგენდა, თითქოს ნაპოლეონს ვარსკვლავი იცავს. თილისმა აქვს და საბოლოო ჯამში ის თვითონ ხდება არმიის ერთგვარი თილისმა. ჯარისკაცებმა დაიჯერეს, რომ თუ ნაპოლეონი არმიის სათავეში იქნებოდა, ჯარები გადარჩებოდნენ და გამარჯვებასაც მოიპოვებდნენ. ეს ლეგენდა შემთხვევით არ გაჩენილა. ბონაპარტი ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად. ომის დაწყებისთანავე ქვეყნდება იტალიის არმიის კურიერი, სადაც წერია: ბონაპარტი ელვასავით დაფრინავს და ელვასავით ურტყამს. ის ყველგანაა და ყველაფერს ხედავს. ამ ტექსტებს ნაპოლეონი ძირითადად თავად წერდა. ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან აღმოჩენილი იქნა შავად ნაწერი წერილები, სადაც თითოეული სიტყვა კარგად არის აწონილი და აქცენტებიც ისეა დასმული, რომ ტექსტმა ეფექტი მოახდინოს. ის არა მხოლოდ გენიალური გენერალი, არამედ ბრწყინვალე პროპაგანდისტიც არის. იცის, როგორ მოძებნოს სიტყვები იმისთვის, რომ თავისი გამარჯვებები განადიდოს და ანტიკური ხანის სამხედრო ისტორიის საგმირო საქმეებს გაუთანაბროს. ბონაპარტი იტალიიდან ჯერ არ დაბრუნებულა და უკვე თავიდან წერს არკოლეს ისტორიას. ის ტილოს უკვეთავს ახალგაზრდა მხატვარს ჟოზეფ ანტუან გროს. რეალური ბრძოლის დროს არკოლე სულ სხვანაირი იყო. გროს ტილოზე ბონაპარტი დროშით ხელში მიუძღვის რესპუბლიკის არმიას არკოლეს ხიდზე და თან უკან იყურება, ზუსტად ისე როგორც იმ ეპოქაში ისტორიის ქალღმერთს წარმოადგენდნენ ხოლმე. ის არის ადამიანი, ვინც იმარჯვებს უბედურებაზე, ვინც გარემოებებზე, გეოგრაფიაზე, დროზე, ყველა მტერზე ძლიერია და სწორედ ეს აქცევს გროს ნახატს ნაპოლეონის მითის ყველაზე ძლიერ გამოსახულებად. ამგვარად, არკოლეს ხიდის გადალახვისას განცდილი მარცხი 1000 გვარად გადააკეთეს და გააზვიადეს. ის აქ სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდა და სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი მის ლეგენდას. საკუთარ თავს აღარ ვუყურებდი როგორც უბრალო გენერალს. უკვე ვიყავი ადამიანი, ვისაც ხალხის ბედზე შეეძლო გავლენის მოხდენა. მე ისტორიაში ვცხოვრობ და მაღალი ამბიციის ნაპერწკალიც ჩნდება. ბონაპარტს ეჭვი აღარ ეპარება თავის დანიშნულებაში, მაგრამ ძალაუფლება არ აინტერესებს. ჯერჯერობით მას თავგადასავლების წყურია. იტალიის კამპანიის შემდეგ დიდების შარავანდედით შემოსილი ტულონიდან 50,000 ჯარისკაცით მიემგზავრება. ნაპოლეონის მისიაა დაიპყროს ეგვიპტე და ინგლისელ მტერს ინდოეთის გზა ჩაუკეტოს. მასთან მიჰყავს ათეულობით მეცნიერი, ინჟინერი და მხატვრები, რომლებიც ტილოზე აღბეჭდავენ მის ეპოპეას. ის ფიქრობს, რომ ეგვიპტეში ახალ გამარჯვებას მოიპოვებს, ინდოეთის დაპყრობის პერსპექტივა გაუჩნდება და შესაბამისად ალექსანდრე მაკედონელის კვალ და კვალ წავა. ბონაპარტი ეგვიპტეში იბრძვის. გამარჯვებას გამარჯვება მოსდევს, თუმცა სისხლიან მარცხსაც განიცდის ხოლმე. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფარაონების ქვეყანაში მისი თავგადასავლების გამოძახილი საფრანგეთში მხოლოდ მის პრესტიჟს ზრდის.
ბონაპარტის წასვლიდან 1 წელიც არ არის გასული, სიტუაცია ისევ კრიტიკულია. საზღვრებთან ისევ იწყება ომი ახალი კოალიციის წინააღმდეგ. სულ უფრო ხშირდება ამბოხებები ბრეტანში, ვანდეასა თუ კორსიკაზე. და ისეთ დაპყრობილ ტერიტორიებზე, როგორიც იტალიაა, ქვეყანა ანარქიის ზღვარზეა. ფრანგებს საკვები აღარ აქვთ. მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის. გზები დაზიანებულია, ყველაფერი მწყობრიდან არის გამოსული. ქვეყნის ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია. ფრანგებმა აღარ იციან ვისკენ შეტრიალდნენ. დირექტორია სრულად დისკრედიტირებულია. დირექტორია 5-წევრიანი ორგანო, რომელიც კონვენციის დასრულების პერიოდიდან მართავს საფრანგეთს. ლუქსემბურგის სასახლეში მოკალათებული 5 ჩამორჩენილი დირექტორი. სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წამს შეიცვალოს, გამუდმებით ვრცელდება ჭორების შეთქმულებასთან დაკავშირებით. აქ ერთ-ერთი დირექტორი, ემანუელ სიესი ლიდერობს. მას დირექტორიის გაუქმება სურს და ჩუმად ამზადებს სახელმწიფო გადატრიალებას. შეთქმულები ცდილობენ მაქსიმალურად კანონიერად იმოქმედონ და რეჟიმმა, რომელიც ბრჭყალებში ნებაყოფლობით და თავისუფლად გაუქმდება, მშვიდად გადასცეს ძალაუფლება ახალ რეჟიმს. CS ახალი უფრო ძლიერი ხელისუფლების შექმნა სურს. საჭიროა პარლამენტარებს კონსტიტუციის შეცვლა აიძულონ და ამავე დროს ხალხში სიმშვიდე შენარჩუნდეს. ამის გასაკეთებლად მას გენერალი სჭირდება, ვინც ჯარებს უხელმძღვანელებს. რადგან ბუნებრივია ის პარიზის გარნიზონს უნდა დაეყრდნოს. მის გამოყენებას არ აპირებს, მაგრამ დასაყრდენი სჭირდება და შესაბამისად გენერალს ეძებს. CS-ი პოპულარულ გენერალს ეძებს. რამდენიმე 1000 კილომეტრის მოშორებით მყოფმა ბონაპარტმა ყველაფერი იცის, რაც პარიზში ხდება. ის აცნობიერებს, რომ დაბრუნების დროა. არმიას ეგვიპტეში ტოვებს და შუაღამისას ჯდება ფრეგატში, რომელიც მისი მეგობრის მუირონის სახელს ატარებს. ეს ის მეგობარია, რომელმაც მის გამო არკოლეს ხიდზე თავი გასწირა. ბონაპარტის მიერ ეგვიპტეში არმიის მიტოვება უთუოდ გიჟურისხლაა. ჯერ ერთი დარწმუნებული არ არის, რომ საფრანგეთში დაბრუნება შეძლებს, რადგან ინგლისის ფლოტი ყველა გემს იჭერს და თუ მაინც ჩააღწია სამშობლოში არ იცის, როგორ დახვდებიან, რადგან მან არმია ბრძანების გარეშე მიატოვა და შეიძლება დეზერტირად ჩათვალონ. ეგვიპტიდან წამოსული ბონაპარტი 1 წელი გაუჩინარებული იყო. არავინ იცოდა რა ბედი ეწია. ერთნი ამბობდნენ ავადარისო, მეორენი კი ამტკიცებდნენ, რომ გარდაიცვალა და უეცრად ის ლაჟვარდოვან სანაპიროზე გამოჩნდა. მაშინ, როცა აღარავინ ელოდებოდა. ფრეჟუსში შესვლისას ოვაციებით ხვდებიან. ავინიონი, ვალანსი, ლიონი, ყველგან ერთი და იგივე სცენარი მეორდება. იტალიის კამპანიის შემდეგ ბონაპარტი ხალხის ცნობიერებაში გამარჯვების სიმბოლოდ დარჩა. მან ავსტრია აიძულა ზავისთვის ხელი მოეწერა და საფრანგეთში მშვიდობა აღადგინა. ის გამარჯვებული გენერლის სახეა. გლეხები სოფლებიდან ჩირაღდნები ჩამოდიან, რომ გზა გაუნათონ, რათა ყაჩაღები თავს არ დაესხან. ბონაპარტი არ შემცდარა. როგორც თავად თქვა, მსხალი დამწიფებული იყო. ის თავს გამორჩეულ ადამიანად თვლის, რომელიც დიადი საქმეებისთვის, თავისი ეპოქის განმანათლებლად არის დაბადებული. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის საჭირო დროს მოდის. ის საფრანგეთში ყველაზე პოპულარულ ადამიანად იქცევა, ხსნელად, რომელსაც ფრანგები ელოდებოდნენ. პარიზში დაბრუნებული ნაპოლეონი თანახმა CS-ის შეთქმულებას შეუერთდეს. პარიზი 1799 წლის 9 ნოემბერს რევოლუციური კალენდრის 18 ბრიუმერს სახელმწიფო გადატრიალება იწყება. როიალისტების აჯანყების საბაბით დირექტორიას ორივე საპარლამენტო საბჭო და უხუცესთა საბჭო სენ-კლუს სასახლეში გადახავს, თითქოს მათი დაცვის, მაგრამ სინამდვილეში იზოლაციის მიზნით.
18 და 19 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალებაში ორი ფაზაა. 18 ბრიუმერის ფაზა ძირითადად პარიზში ხდება, რომლის დროსაც ორ გადაწყვეტილებას იღებენ. პირველი, პალატა პარიზში არ შეიკრიბება, რადგან საფრთხე არსებობს და კონსტიტუცია დედაქალაქის გარეთ შეკრების უფლებას იძლევა. გადაწყვეტილების თანახმად ეს სენ-კლუს სასახლე იქნება. და მეორე გადაწყვეტილებაა გენერალი ბონაპარტის არჩევა რევოლუციური ჯარის, პარიზის ჯარების მეთაურად. ანუ 18 ბრიუმერის ამბავი გასაგებია. 19 ბრიუმერი არის მომენტი, როცა პალატა იკრიბება სენ-კლუს სასახლეში, სადაც გამოცხადდება, რომ ყველა დირექტორი გადადგა, კონსტიტუცია აღარ არსებობს და დროა ახალი კონსტიტუცია შეიქმნას. ეს უკვე საპარლამენტო ფაზაა. CES-ი იცდის, რომ პალატამ დაიწყოს ბჭობა დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ და დაიწეროს ახალი კონსტიტუცია. მაგრამ ბონაპარტი ლოდინს არ აპირებს. (1799 წლის 10 ნოემბერი, 19 ბრიუმერი, სენ-კლუ. მოკვდე როგორც კეისარი. მეორე დილით ბონაპარტი მოვლენებს აჩქარებს. ის თავად მიდის სენ-კლუში, სადაც პარლამენტარები არიან შეკრებილნი. იმედი აქვს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად გამოიყენებს, მაგრამ იცის, რომ ღამით მის წინააღმდეგ შეთქმულება წამოიწყეს. სახელმწიფო გადატრიალება თუ არ გამოვიდა, უთუოდ ეშაპოტზე აიყვანენ. ის დეპუტატებს სიტყვით მიმართავს, რათა გადაწყვეტილების მიღება დააჩქარებინოს. ბონაპარტი სამხედრო პირია. არ უყვარს შეკრებები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები და არ იცის მათთან ლაპარაკი. რევოლუციის პერიოდში შეკრებები ბევრი უნახავს, მაგრამ მიჩვეულია, რომ მისი გამოჩენისას ხალხი დაშს უკრავს და შემდეგ ყველა ჩუმდება, რადგან ის სამხედრო საზოგადოებასთან ურთიერთობას არის მიჩვეული. მაგრამ ამჯერად ნაჩქარებ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას იღებს. შეკრებაზე თავად მიდის და აპირებს საკუთარი ორატორული ხელოვნებით მოხიბლოს ისინი. ბონაპარტი ჯერ პირველი პალატის უხუცესთა საბჭოს წინაშე წარსდგება. იცის, რომ აქ მის მიმართ კეთილგანწყობილი არიან. საზოგადოება მას იღებს, მაგრამ ტაშს არ უკრავს, რადგან რევოლუციის დროინდელი პარლამენტარები მიჩვეული არ არიან ტრიბუნაზე უნიფორმაში გამოწყობილი სამხედროსთან ახლოს. ბონაპარტი დაძაბულია, მათ ისე ელაპარაკება, როგორც ჯარისკაცებს. ხმებს მივცელებენ, რომ სამხედრო მთავრობის დამყარება მინდა. ცილს მწამებენ. გაიხსენეთ, მე გამარჯვების ღმერთი მუდამ გვერდით მყავს და ბედი მწყალობს. მათთვის საპარლამენტო ტრიბუნა და პარლამენტის ლეგიტიმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ სულაც არ სიამოვნებთ ტრიბუნაზე გენერლის დანახვა და მისგან იმის მოსმენა, რომ გამარჯვების ღმერთია. ბონაპარტი დაბნეულია, რადგან ბედავენ და სიტყვას აწყვეტინებენ, თან ლანძღავენ, თანაშემწეულ რჩევს სიტყვაში ამოკლოს. შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს, ქვედა პალატასთან, 500-თა საბჭოსთან მივიდეს და სარწმუნებლად, რომელიც გაცილებით უფრო მტრულადაა განწყობილი, მაგრამ რომლის თავმჯდომარეს მისი ძმა ლუსიენია. იქ მისული ბონაპარტი ხედავს, რომ დეპუტატები ჩხუბობენ. ყვირიან. ერთნი ხმის მიცემას ითხოვენ, მეორენი უარს ამბობენ. ბონაპარტი ცდილობს ტრიბუნაზე ავიდეს, მაგრამ ლაპარაკში ხელს უშლიან. ისმის შეძახილები, ბონაპარტი კანონგარეშედ გამოცხადდეს, გაუმარჯოს რესპუბლიკას. ზოგიერთები მუშტებზე გადადიან და მდგომარეობა იმდენად იძაბება, რომ მისი გაყვანა ხდება საჭირო. დარბაზში გრენადერების შესვლაც არაფერს ცვლის, მას იჭერენ და გარეთ გახავთ. ბონაპარტი იმდენად თავს არ დაცემულია, რომ სახეს იკაწრავს. დეპუტატები მას იჭერენ. გაყვანისას რამდენიმე მუშტიც ხვდება. გარეთ გასული ბონაპარტი ცუდად ხდება.
ნერვებმა ასე რატომ უმტყუნა? ასეთმა გაბედულმა მთავარსარდალმა ტოგაში გამოწყობილებს წინააღმდეგობა როგორ ვერ გაუწია? ბონაპარტმა ცხოვრებაში პირველად და სავარაუდოდ უკანასკნელად იგრძნო შიში. რადგან ამ სცენამ 1792 წლის 10 აგვისტო გაახსენა, რომელიც ვერა და ვერ დაივიწყა. იმ დღეს აჯანყებულები ტუილრის სამეფო რეზიდენციას დაესხნენ თავს. მეფე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, მაგრამ შვეიცარიელი მცველები გაჟლიტეს. ამ დროს ბონაპარტი პარიზში ვიზიტით მყოფი ახალგაზრდა ოფიცერია და ყველაფერს ხედავს. მას შემდეგ არც ერთ ბრძოლის ველზე დაყრილ გვამებს არ მოუხდენია ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება, როგორიც დახოცილმა შვეიცარიელებმა მოახდინეს. თითოეულს სახეზე ეტყობოდა ტკივილი და მრისხანება. ის ეჭვის თვალით უყურებს ყველაფერს, რასაც ვერ აკონტროლებს. სწორედ 1792 წლის 10 აგვისტოს შემდეგ უჩნდება მას უკონტროლო ძალადობის მიმართ სიძულვილი. ბონაპარტს სიკვდილის არ ეშენია, მაგრამ აშინებს სიკვდილით დასჯა ან ხალხის მიერ ლინჩის წესით გასამართლება. მას სწორედ ეს პერსპექტივა გვრის შიშს. თორემ ბრძოლის ველზე სიკვდილი მისთვის არაფერია. ბონაპარტს ბრბოსი იმდენად ეშინია, რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. მაგრამ არკოლეს შემთხვევის მსგავსად, ბონაპარტი საკუთარ მარცხს გამარჯვებად აქცევს. ბედი იმისთვის მწყალობდა, რომ ამ ერთ მუჭა შფოთვარი არსებებთან დავმარცხებულიყავი. და ის ბრიუმერის შეხლა-შემოხლას მკვლელობის მცდელობად გარდაქმნის. გასისხლიანებულ ბონაპარტს ტანსაცმელი შემოხეული აქვს, რაც ჯარებს აფიქრებინებს, რომ მათ გენერალს მოკლას უპირებდნენ. ბოლოს ლუსიენ ბონაპარტიც სწორედ ამას ამბობს, რომ საბჭოში ბევრია ხანჯლით შეიარაღებული ადამიანი. ხანჯალი ხშირად ფიგურირებს 18 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალებაში. ლუსიანის თქმით, მის ძმას, გენერალს, მოკლას უპირებდნენ და რადგან ძმას კარგად იცნობს, იცის, რომ თავისუფლებისთვის იბრძოლებს. ის ხალხს მისი დახმარებისკენ მოუწოდებს. ამ დროს ბონაპარტიც ძალას იკრებს და 500 საბჭოს ევაკუაციის განკარგულებას გასცემს. ეს წარმოსახვითი ხანჯლები მისი ლეგენდის ახალი ეპიზოდია. ბონაპარტმა სიკვდილზე გაიმარჯვა და კეისარს აჯობა. ხანჯლების ეპიზოდის გამოგონება უთუოდ კეისრის მკვლელობას უკავშირდება და საჭიროა ახალი რეჟიმის პროპაგანდისთვის. ბონაპარტი გამოდის როგორც კეისარი, რომელსაც შეეძლო შეთქმულების ხანჯლებისთვის აერიდებინა თავი. 19 ბრიუმერის პანიკა დავიწყებას მიეცა. მკვლელობის მცდელობა მას უძლებელ ადამიანად აქცევს. CS და დანარჩენ შეთქმულებს ისხადარჩენიათ, გზიდან ჩამოეცალონ. ბონაპარტი კონსულად სახელდება და მალე ხელისუფლების სათავეშიც ექცევა. ახლა როცა უკვე კეისარია, ბონაპარტს შეუძლია თავისი დანიშნულება შეასრულოს და იმპერია ააშენოს. ახალ ტილოზე, რომელსაც მხატვარ გროს უკვეთავს, ის კანონმდებლად არის წარმოდგენილი. ერთხელ ნაპოლეონმა თქვა, მე იმ ადამიანთაგანი ვარ, ვინც აშენებს. ეს სიტყვები მეტად მნიშვნელოვანია მისი ხასიათის გასაგებად. სამხედრო დიდებასთან ერთად ბონაპარტი სამოქალაქო დიდებაზეც ოცნებობს. იგი ამბობს, ისტორიაში მე პარმანტიეზე დიდხანს დავრჩები, მაგრამ სავარაუდოდ მან თავისი კარტოფილით ჩემზე მეტი სარგებელი მოუტანა ხალხს. ასე რომ სურს ისტორიაში თავისი კარტოფილი დატოვოს. ნაპოლეონის სურვილია რევოლუციის უფსკრული ამოავსოს, ფრანგები შეარიგოს და საზოგადოება და სახელმწიფო თავიდან ააშენოს. პირველი კონსული, რომელმაც მთელი ძალაუფლება ჩაიგდო ხელთ, შეთქმულების სამიზნე ხდება. ეს მას ნაკლებად აღელვებს მანამდე, სანამ სიკვდილი კიდევ ერთხელ არ ეწვევა.
1800 წლის 24 დეკემბერი, პარიზი. სიკვდილის სუნთქვა. შობის საღამოს პირველი კონსული სიამოვნებით დარჩებოდა ტუილრიში, რადგან დიდგვაროვანთა წრეში ყოფნა ნაკლებად აინტერესებს. მაგრამ როგორ უთხრას უარი ქალს, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარს. ჟოზეფინმა დაჟინებით მოსთხოვა ოპერაში წასვლა. ამჯერად სიკვდილი ყველაზე ახლოს იყო. ბონაპარტი გადაურჩა ისტორიაში პირველ თავდასხმას, რომელიც ეტლში ჩადებული ასაფეთქებელი ნივთიერების საშუალებით განხორციელდა. სენ-ნიკეზის ქუჩა განადგურებულია. ტერაქტი ტუილრიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ხდება. ცოტა ხნით ადრე ერთმა მამაკაცმა პურების გამყიდველს 12 სუ მისცა, რათა ეტლისთვის მიეხედა. ჩასაფრებულმა ფითილს ცეცხლი მოუკიდა, როცა კორტეჟი ტუილრიდან გამოვიდა. სამიზნეში ნამდვილად ბონაპარტი იყო ამოღებული, მაგრამ ეტლმა გამყიდվել გოგონას აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე ჩაუარა. სენ-ნიკეზის ქუჩის ტერაქტი იმ დროისთვის მეტად სასტიკი აღმოჩნდა. შეიძლება დროთა განმავლობაში მიავიწყდათ, მაგრამ იმ ეპოქისთვის ეს სრულიად ახალი სტილი გახლდათ. მან 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 60 დაიჭრა, მათგან ზოგიერთი ძალიან მძიმედ. იყო დანაწევრებული და დამწვარი გვამები და ომის ეს სცენა შუა პარიზში განვითარდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პარიზში მომხდარი პირველი თანამედროვე თავდასხმა, პირველი ტერაქტი იყო. ბონაპარტი სიმშვიდეს ინარჩუნებს. ოპერაში ისე მიდის, თითქოს არაფერი მომხდარა. ტერაქტის ამბავმა მაყურებლებამდე უკვე მიაღწია, ამიტომ ტაში თეგებებიან ასეთი თავდაჭრილობისთვის. ეს ფაქტი ნაპოლეონს კიდევ ერთხელ არწმუნებს საკუთარ უძლეველობაში. იმაში, რომ რჩეულია და არაფერი დაუშავდება. ბონაპარტს ბედის წერი სჯეროდა და ამას ფორტუნას ეძახდა. როცა ჯარში გენერალი აღყავდა, ან მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, კითხულობდა, ჰქონდა თუ არა მას იღბალი. მისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ეს ლოგიკურიც იყო. ნაპოლეონი სენ-ნიკეზის ქუჩის ტერაქტს გადაურჩა. ამჯერად სიკვდილმა ძალიან ახლოს ჩაუარა, მაგრამ კიდევ ერთხელ გაუმართლა ცხოვრებაში. ყველაფრის მიუხედავად მაინც გამწარებულია. შეიძლებოდა ასაფეთქებელი საშუალება მეორე ეტლს მოხვედროდა, რომელიც უკან მოხვებოდა და ჟოზეფინი მომკვდარიყო. მაგრამ რადგან არ მოკვდა, ეს მომენტი უნდა გამოიყენოს, დრო ამტრები ძირფესვიანად ამოძირკოს. პოლიტიკური თვალსაზრისით ის გადატრიალებას ახდენს. შეიძლება არც ისე სასახელო, მაგრამ მაინც უძლიერესი პოლიტიკური დარტყმა გამოდის. თავიდან ნაპოლეონი იაკობინელებს ადანაშაულებს მისი მკვლელობის მცდელობაში, 130 მათგანს აკავებს და კოლონიებში ასახლებს. არადა რეალურად ეს დანაშაული როიალისტების ჩადენილია. ხოლო როცა რწმუნდება, რომ ტერაქტი როიალისტებმა მოაწყვეს, ახლა მათ უბრუნდება და გარკვეული რაოდენობის ძალებს ართმევს. სენ-ნიკეზის ქუჩის ტერაქტმა ის საკუთარ უძლეველობაში დაარწმუნა. პოპულარობა გაუზარდა და ჭადრაკის დაფის ორივე მხარეს მისცა წვდომა. მაგრამ ეს ტერაქტი ერთგვარი განგაშის სიგნალიც არის. სიკვდილს შეიძლებოდა მისი სამუშაო შეეჩერებინა. 4-5 წელში თუ მოვკვდები, ჩემი დაწყებული საქმე გაგრძელდება. მაგრამ თუ იქამდე მოვკვდი, არ ვიცი რა მოხდება. ნაპოლეონი საკუთარი ძალაუფლების სიმყიფეს აცნობიერებს და ხვდება, რომ სანამ უფრო მყარ ინსტიტუციებს არ შექმნის და ძალაუფლებას საბოლოოდ არ განიმტკიცებს, ყოველთვის თავდამსხმელთა სამიზნე იქნება.
სერნიკეზის ქუჩის ტერაქტის დროს ხელისუფლება 1 წლის არჩეულია და უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. ადმინისტრაციასა და იუსტიციაში რეფორმები განხორციელდა, ავსტრია დამარცხდა და თითქმის მთელ ევროპასთან სამშვიდობო ხელშეკრულებები ფორმდება. შესაბამისად, ქვეყანაში სტაბილიზაციის იმედი ისახება და ხალხს ჯერა, რომ ქვეყანა მალე საშინაო და საგარეო მშვიდობას მიაღწევს. ამიტომ ბონაპარტზე თავდასხმას შეიძლება ითქვას ელექტროშოკის ეფექტი აქვს. ჩნდება კითხვა, რა მოხდებოდა ნაპოლეონი რომ მოეკლათ? სამოქალაქო ომი დაიწყება, დირექტორია ისევ გააგრძელებს ხალხის შეცდომაში შეყვანას. ანუ რეალური პანიკა შეიქმნა, რამაც მისი ძალაუფლება გაამყარა და ის საჭირო ადამიანად აქცია, რომლის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებდა. ნაპოლეონ ბონაპარტი, პირველი მუდმივი კონსული. ბონაპარტი ამ ხელსაყრელი სიტუაციით სარგებლობს და საკუთარ თავს მუდმივ კონსულად ასახელებს. ამიერიდან უფლება აქვს მემკვიდრე თავად აირჩიოს. აბსოლუტური ძალაუფლება გააჩნია. კონსულატის ტრანსფორმაციაზე სწრაფი ტრანსფორმაცია არსად მომხდარა. 3 წელიწადში, 1803 წლებში, უდიდესი რეფორმები ხორციელდება და 1804 წელს ეს ცვლილება სამოქალაქო კოდექსსაც ეხება. ნაპოლეონი ქვეყნის სახეს მთლიანად ცვლის. სავარაუდოდ, ამას ვერ შეძლებდა რომ არა ძალაუფლება, რომელიც ხელთ ჰქონდა. საქმე ეხება ძალაუფლებას ყველა დონეზე, რადგან ასამბლეა მარგინალიზებულია. როგორც სამხედროს, მას ერთდროულად სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი აქვს და საქმეს არ აჭიანურებს. ამიერიდან მის აღმასვლას ვეღარაფერი შეაჩერებს. ოფიციალურ მხატვრებს მისი საქმეები ტილოზე გადააქვთ. არკოლეს მსგავსად, თავისი ლეგენდისთვის ნაპოლეონი ყოველი ბრძოლის შემდეგ ტილოს უკვეთავს. მათგან ყველაზე მეტყველი მხატვარ დავიდის ნამუშევარია, რომელიც მარენგოს კამპანიას ასახავს. ნაპოლეონმა სენ-ბერნარის უღელტეხილი ჯორით გადაიარა, მაგრამ ლეგენდა მას თეთრ ცხენზე ამხედრებულს წარმოგვიდგენს. თავად ტილო კომუნიკაციის შედევრია და შეესაბამება პროპაგანდისტულ იდეას, რომელიც თანდათან ვრცელდება. ხედავთ მეწამული ფერის მოსასხამს, რომელიც ანტიკური რომის გენერლებს გვაგონებს. აქ იგრძნობა ტრიუმფის იდეა. არის თეთრი ცხენიც, რომელიც უკვე დიდი ხანია გამარჯვებულების მეგზურად გვევლინება. და რაც მთავარია, ტილოს ქვედა მარცხენა კუთხეში ხედავთ ქვას, რომელზეც ჰანიბალის და კარლოს დიდის სახელები წერია. და ყველა ხვდება, რომ კულმინაციის წერტილი სწორედ აქ არის. 1804 წლის 2 დეკემბერს კარლოს დიდის მსგავსად პირველ კონსულს იმპერატორად აკურთხებენ. ის პაპის ფუნქციას ითავსებს და თავის მეუღლეს ჟოზეფინს თავად ადგამს გვირგვინს. ამიერიდან ეს ტილოები ბონაპარტის კი არა, ნაპოლეონ პირველის პროპაგანდას მოემსახურება. უფსკრულსასი ახლოს ჩაუარა, ახლა კი მის ცხოვრებაში წარმატებები და გამარჯვებები ერთმანეთს მისდევს, რომელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია აუსტერლიცის გამარჯვება. ახალი კოალიციის პირობებში გენერალი არც ერთ ბრძოლას არ აგებს. იმპერია ზრდას აგრძელებს. მთელი ევროპა მის ფერხთით არის. მაგრამ სიკვდილთან პადედეს მაინც აგრძელებს. გერმანიაში ყოფნისას რეგენსბურგის ალყის დროს ქუსლშიც კი დაჭრეს. ის ჯარისკაცებს შორის არის და მათ მაგალითს აძლევს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნაპოლეონის სიკვდილს კი არ ეძებს, არამედ ცდილობს სამაგალითო იყოს. საკუთარი ბედის წერისის ჯერა და საერთოდ არ ფიქრობს, რომ შეიძლება მოკლან, მაგრამ ჯარების გასაწვრთნელად ასეთ რისკზეც მიდის. წლის ზაფხულში ნაპოლეონი ვენის მახლობლად, შენბრუნის სასახლეში გადადის სამშვიდობო მოლაპარაკებების საწარმოებლად. მართლაც უძლებელმა ავსტრიელები უკვე მეოთხედ დაამარცხა ვაგრამში. ყოველ დილით 10 საათზე ის ჯარების დასათვალიერებლად გამოდის და ასე გრძელდება იმ დღემდე, სანამ მკვლელობის მორიგი მცდელობა არ მოხდება.
1809 წლის 12 ოქტომბერი, ავსტრია. ბედის წერის დანა. ჯარების დათვალიერების დროს შენიშნეს დანით შეიარაღებული გერმანელი მამაკაცი, ვინმე ფრიდრიხ შტაბსი, რომელიც იმპერატორისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იყო. რატომ უნდათ მისი მოკვლა? მის ბრძოლას ხომ თავისუფლება მოაქვს ადამიანებისთვის? მან ხომ მთელ ევროპას შესთავაზა თავისი სამოქალაქო კოდექსი, თავისი ადმინისტრაციის უპირატესობები და საფრანგეთის რევოლუციის იდეალები. 7 წლის წინ სენ-ნიკეზის ქუჩაზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ ნაპოლეონის სიკვდილთან ასე ახლოს აღარ ყოფილა. მას სურს გაიგოს, რატომ უნდათ მისი მოკვლა. უფრო კონკრეტულად, გერმანელს რატომ უნდოდა მისი მოკვლა, რადგან ესეც მნიშვნელოვანია. ნაპოლეონის აზროვნების სისტემაში, რომელიც ჭეშმარიტად ფრანგული აზროვნების სისტემაა, საფრანგეთის დომინანტობა სიკეთის მომტანია მთელი ევროპისთვის. შესაბამისად, არც აინტერესებს, როგორ აღიქვამენ მის გეგმებს სხვა ერები. ის აუქმებს ფეოდალიზმს, ახდენს შტატების რეორგანიზაციას, მათ აძლევს კარგ დაფინანსებას და აქცევს სისტემაში, რომლის ცენტრი საფრანგეთია და რომელიც სხვებთან შედარებით უკეთეს პირობებში იცხოვრებს. საფრანგეთში ნაპოლეონმა მთელი თავისი პოლიტიკა სახალხო კონსენსუსზე, პლებისციტზე ააგო, მაგრამ ხალხის მხარდაჭერას ეძებს დანარჩენ ქვეყნებშიც, რომლებიც დაიპყრო. ამიტომ ვერ ხვდება, რატომ უწევს ხალხი წინააღმდეგობას, რასაც რამდენიმე ქვეყანაში წააწყდა. ის ცდილობს ყველას შეაყვაროს თავი. ნაპოლეონს ფრიდრიხ შტაბსის დაკითხვა უნდა. სურს ამ ახალგაზრდა ტერორისტს თვალებში ჩახედოს. კვლელი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორცაც ელოდა. ის კარგად აღზრდილი 17 წლის ყმაწვილია. ნაპოლეონი ეკითხება, რატომ გინდოდათ ჩემი მოკვლა? იმიტომ რომ ჩაგვრელი ხართ. რომ შეგიწყალოთ? შეცდომას დაუშვებთ, რადგან თქვენს მოკლას ისევ შევეცდები. ეს დაკითხვა შეიძლება სიურრეალისტურად მოგვეჩვენოს. ნაპოლეონი ფიქრობს, რომ შტაბსი ავადმყოფია, შეშლილი ფანატიკოსი, მაგრამ ყმაწვილი პასუხობს, რომ არ იცის, რას ნიშნავს ფანატიკოსი. ანუ სრულიად განსხვავებული დონის ადამიანები არიან. ნაპოლეონი თავზარდაცემულია. შტაბს შეწყალებას პირდება, თუ ეს უკანასკნელი ბოდის მოუხდის. მაგრამ ის თავისას არ იშლის და ამბობს, რომ გერმანია ტირანისგან უნდა გათავისუფლდეს. საბოლოოდ მას გაასამართლებენ და სიკვდილით დასჯიან. აღგზნებულმა ყმაწვილმა არაფრის მოსმენა არ ისურვა. ნაპოლეონის შინაგან საქმეთა მინისტრს საქმის მიჩქმალვას ურჩევს. არ მინდა ეს შემთხვევა იმაზე მნიშვნელოვანი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. კითხვები თუ გაჩნდება, ეს ინდივიდი გიჟად უნდა გამოვაცხადოთ. სინამდვილეში სიკვდილის ეს ახალი გაფრთხილება ნაპოლეონს ძალიან აშფოთებს. უკვე რამდენიმე წელია ეს აზრი აკვიატებად ექცა. თუ მოკლავენ, ვინ შეცვლის მას? მემკვიდრის საკითხი ნაპოლეონს თავიდანვე აკვიატებად აქვს ქცეული. დაუბედურება ის არის, რომ ჟოზეფინს შვილის გაჩენა აღარ შეუძლია. ისმება კითხვა, როგორ უნდა შეიქმნას დინასტია მემკვიდრის გარეშე. ცხადია, იმპერიის კონსტიტუცია ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა იმპერატორს შვილი არ ეყოლება. მაგრამ ნაპოლეონი ფიქრობს და მეც ვეთანხმები, რომ მხოლოდ მის შვილს ექნება საიმპერატორო ტახტზე ასვლის ლეგიტიმაცია. ნაპოლეონი თვლის, რომ დასაკარგი დრო აღარ აქვს. შეიძლება არც ისე ელეგანტურად ჟღერს, მაგრამ ჟოზეფინს უნდა გაშორდეს და დაქორწინდეს იმაზე, ვინც შვილს გაუჩენს. თავს ვეღარ დაიძვრენს. შტაბსის დანა აიძულებს მიიღოს გადაწყვეტილება, რასაც უკვე დიდი ხანია აყოვნებს. ყველაფერი ჩემს ბედის წერას შევწირე. სიმშვიდე, ინტერესები, ბედნიერება. დროა ეს ამბავი ჟოზეფინს შეატყობინოს.
მაგრამ როგორ? ის ცდილობს შემოვლითი გზებით მიახვედროს, რომ ერთმანეთს უნდა დაშორდნენ. ოთახებს შორის კარსაც კი ამოაშენებინებს, მაგრამ პირდაპირ ამის თქმას ვერ უბედავს, რადგან არ უნდა გული ადგინოს. საერთოდ ვერ იტანს, როცა ვინმეს აბრაზებს, მით უმეტეს, როცა საქმე ჟოზეფინს ეხება. 1809 წლის 30 ნოემბერს ვახშმის დამთავრებას ელოდება, რათა მეუღლეს ბედისწერის ამ ბრძანების შესახებ აუწყოს. ვახშამი იწყება, მეუღლეები ჩუმად არიან. ნახევარი საათის განმავლობაში ერთმანეთს სიტყვასაც არ ეუბნებიან. ჟოზეფინი ყველაფერს ხვდება, მაგრამ არაფერს ამბობს. ელოდება, რომ ასე ვთქვათ, ბრძოლის ველზე ნაპოლეონმა პირველმა დაიწყოს თავდასხმა. ნაპოლეონს საუბარი ძალიან უჭირს. ჟოზეფინს ეუბნება, რომ დრო დადგა მსხვერპლი გაიღოს და ასე შემდეგ. ჟოზეფინი ტირილს იწყებს და ცოტა ხანში გული მისდის. ნუ ცდილობთ გული ამიჩუყოთ. ისევ მიყვარხართ, მაგრამ პოლიტიკას გული არ აქვს. მხოლოდ თავი. –1809 წლის 15 ნოემბერს შტაბსის მიერ მკვლელობის მცდელობიდან 2 თვის თავზე ტუილრის სასახლეში მათი გამქორწინება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხდება. მხატვრები მალევე წარმოგვიდგენენ მის ქორწინებას მარი ლუიზზე, რომელიც ავსტრიის პირველი იმპერატორის ფრანც პირველის ქალიშვილია. ხოლო მარი ანტუანეტი პაპიდად ეკუთვნის. 1 წლის შემდეგ იბადება ნაპოლეონ ფრანსუა შარლ ბონაპარტი, ვაჟი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ. რაც უნდა მოხდეს, ახლა მისი დინასტიის უწყვეტობა გარანტირებულია, რადგან მემკვიდრე ჰყავს. იმპერატორის ზენიტშია, როცა ბედი პირველად აქცევს ზურგს. –1812 წლის ივნისში ნაპოლეონის არმია ცარისტულ რუსეთში იჭრება. სამ თვეში იმპერატორი უკვე მოსკოვშია და ამას მარტივად, ძალიან მარტივად ახერხებს. მერე ყველაფერი ერთმანეთს მისდევს. მეფეს ბრძოლის წაგებას ქალაქის გადაწვა ურჩევნია. ყველაზე მრისხანე მტერი სიცივე უკან დახევას აიძულებს. ამას მოჰყვება ბერეზინას კატასტროფული გადალახვა, სადაც ცხენების ჩლიქებ ქვეშ ყინული იმტვრება. რუსეთის კამპანია ნამდვილი კატასტროფაა. ამის მიუხედავად, 1 წლის შემდეგ ნაპოლეონი ჯარის რეფორმირებას ახდენს და კონტრშეტევას იწყებს, მაგრამ ევროპამ უკვე იცის, რომ უძლეველი აღარ არის. ეს დასასრულის დასაწყისია. იმპერია იშლება. რუსეთი, რომელსაც პრუსია და ავსტრია შეუერთდა, მას ულმობლად იცილებს თავიდან. ის კარგავს ესპანეთს, შემდეგ გერმანიას, ჰოლანდიას, იტალიას. მის იმპერიას მხოლოდ ძალა აკავებს. გენერლები იმპერატორს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. რაც მეტ ადამიანს უშვებს სასიკვდილოდ, მით მეტ რისკზე მიდის. ჩემთვის აუტანელი გახდა ცხოვრება. ყველაფერი გავაკეთე, რომ არსიში მომკვდარიყავი, მაგრამ ტყვიამ ჩემთან მოსვლა არ ინება. ეს არის მომენტი, როცა ბონაპარტი გრძნობს, რომ საქმე ცუდად აქვს და ძალა უფლებას კარგავს. ის საკუთარი მარცხის მასშტაბებს აცნობიერებს. ეს ხდება 1814 წლის მარტში, რადგან 1 წლის წინ ლამის მთელი ევროპის მბრძანებელი იყო. ცხადია, მარცხი თვალშისაცემია, რაც მასში დეპრესიას იწვევს. 1814 წლის 30 მარტს კოალიციის ჯარები პარიზში შედიან. –1814 წლის 13 აპრილი, ღამის 3 საათი. ფონტენბლო. სამყაროს დატოვება. უკვე ძალიან გვიანია, მაგრამ ნაპოლეონს არ სწინავს. მეუღლეს მარი ლუიზს წერს წერილს. ეს ერთ-ერთია იმ ათეულობით წერილიდან, რომელსაც ყოველ კვირა უგზავნის, მაგრამ ეს კონკრეტული დანარჩენებს არაფრით გავს.
მშვიდობით, ჩემო საყვარელო ლუის, შენ ხარ ის, ვინც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი მარცხი მხოლოდ იმიტომ მაღელვებს, რომ შენ გაყენებს ზიანს. ჩვენს ვაჟს საკოცე, მშვიდობით, ჩემო ლუის, მარად შენი. ამ წერილში სიტყვას მშვიდობით ორჯერ იყენებს. როგორც წესი წერილებს ყოველთვის ამ სიტყვით ამთავრებს, მაგრამ ეს გამეორებული მშვიდობით და თავად წერილის ტონი საკმაოდ სევდიანია. აქ იგრძნობა, რომ მზად არის გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას და პრინციპში ასეც ხდება. გადაწყვეტილება მიღებულია. მას სიკვდილი უნდა. აპირებს კონდორსე სასიკვდილო ნაზავი დალიოს, რომელიც ყოველთვის თან დააქვს იმ შემთხვევისთვის, თუ ხაფანგში მოხდება. გენერლებმა უღალატეს, მისი იმპერია ჩამოშლილია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია. თუ ქრონოლოგიას გავყვებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 11 აპრილის ღამით ფორმდება ფონტენბლოს ხელშეკრულება, რომლის თანახმად ის საფრანგეთის საიმპერატორო ტახტზე უარს აცხადებს და კუნძულ ელბაზე თავისუფლად ცხოვრების უფლებას იღებს. მაგრამ ეს გამოსავალი არ აკმაყოფილებს, რადგან ნაპოლეონ ბონაპარტი კალიფორნიელი პენსიონერი არ არის, რომელსაც მილიონებს აძლევენ და მზეზე გაშვებას პირდებიან. ეს ის დასასრული არაა, რომელზეც ოცნებობდა. მან კარგად იცის, რომ 13 აპრილს ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინოს, რაც მისთვის ერთგვარი სიკვდილია. მით უმეტეს, რომ დაცემა მეტად მტკივნეული იყო. 3 თვეში ყველაფერი დაენგრა. ის გრძნობს, რომ მისი ბედის წერა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ამავე დროს ანტიკური კულტურის ადამიანია და ანტიკური ხანის ადამიანებზე ფიქრობს, რომლებმაც თავი მოიკლეს. ჩემი აზრით, მას შთამომავლობისთვის სწორედ ასეთი სურათის დატოვება უნდა, რადგან აღნიშნული საკითხი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნაპოლეონი დამარცხებას ვერ ეგუება. ხოლო მარცხის მიუღებლობის გზა ამ სამყაროს დატოვებაა. აშკარაა, რომ სიკვდილს არ უნდა მისი წაყვანა. რთულია სიკვდილი. რადასანანია, რომ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც სიკვდილს გვიჭიანურებს. რატომ არ გარდაიცვალა ნაპოლეონი საწამლავის მიღების შემდეგ? არსებობს ვარაუდი, რომ საწამლავი ძველი იყო და მომაკვდინებელი უნარი დაკარგული ჰქონდა. ვიცით, რომ რაღაც ნაცრისფერი ამოაღებინა. ვიცით, რომ არსებობდა ჭიქა გაზავებული პროდუქტით, მაგრამ უცნობია, თლიანად დალია თუ ცოტა მოსვა. იქნებ დაუფიქრებელი ჟესტი გააკეთა, მერე კი აზრი შეიცვალა და პროდუქტი თლიანად ამოაღებინა. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. გვაქვს ჩვენებები და მისი უკანასკნელი წერილი, რომელიც მარი ლუის გაუგზავნა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დამატებითი ჩვენებაც გაჩნდა. მსახურის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ შეამჩნია რაღაც უჩვეულო რომ ხდებოდა. ისმის კითხვა, ნამდვილად ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა? ნაპოლეონს ნამდვილად უნდოდა სიკვდილი? თუმცა ამას ბონაპარტს ვეღარასდროს ვკითხავთ. თვითმკვლელობაზე საუბარი აღარ იქნება. მხოლოდ იმას იტყვის, რომ ეს გამოსავალი არ არის. რამდენიმე წლის შემდეგ ნაპოლეონი წერს. ყოველთვის ვთვლიდი, რომ უფრო გაბედული ადამიანი, ვინც უბედურებას უმკლავდება და არა ის, ვინც თავის მოკვლის გადაწყვეტილებას იღებს. ეს თვითმკვლელობის მცდელობა დიდხანს დარჩება გასაიდუმლოებული.
ამის შესახებ დუმს მარშალი ბერტრანიც, რომელიც ამ ამბავს შეესწრო. რადგან ხალხისა და გარშემომყოფების თვალში ნაპოლეონი, დიდი ნაპოლეონი, ძალისა და პოლიტიკის განსახიერებაა და დეპრესიის მსგავსი მომენტი არ უნდა ჰქონდეს. მეორე დღეს თითქოს არაფერი მომხდარა. იმპერატორი ფონტენბლოს ხელშეკრულებას ხელს აწერს. ის არმიას ემშვიდობება, კუნძულ ელბაზე მიემგზავრება და ადგილს უთმობს ლუი მე-18-ს სამეფო ხელისუფლების აღსადგენად. მაგრამ რადგან ჯერ სიკვდილის დრო არ არის, საკუთარი თავისთვის ახალ ბედს იგონებს და მწერლობაზე აცხადებს პრეტენზიას. პენსიაზე გასული მახვილს ბუმბულით ჩავანაცვლებ. ჩემი მმართველობის ისტორია მეტად საინტერესო იქნება. ადრე მხოლოდ პროფილში მხედავდნენ, ახლა კი მთლიანად დამინახავენ. როცა ამბობს, რომ მემუარების წერა უნდა დაიწყოს, ამაში დარწმუნებული ჩანს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წერა კარგი საშუალებაა უკან დასაბრუნებლად. როცა პოლიტიკოსი მემუარებს წერს, ეს არ ნიშნავს, რომ მან არსებობა შეწყვიტა. შეიძლება მას ნოსტალგია გაუჩნდეს საკუთარი ვერსიების შექმნას და მაინც პოლიტიკოსად დარჩეს. გადასახლებაში წასვლა მხოლოდ უკან დახევაა. კუნძულ ელბაზე ჩასვლისთანავე მას ენერგია და ამბიცია უბრუნდება. გადამდგარი იმპერატორი ამ მიკროსამეფოში თავს შევიწროებულად გრძნობს. ის დაუსრულებლად სეირნობს სანაპიროზე და საკუთარ ზრახვებზე არაფერს ამბობს. თუმცა საფრანგეთის ამბებს ყურადღებით ადევნებს თვალყურს. მესიე ბერტრან, ჩემს მას გადაეცით, მისი წერილი მივიღე. მაგრამ პასუხის გაუცემლობა რომ არ გაუკვირდეს, უთხარით რომ წერილებს არავის ვწერ. ლუი მე-18-ის დაბრუნებას უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია და ნაპოლეონმა ეს იცის. მან იცის, რომ საფრანგეთში მონარქიას განმტკიცება გაუჭირდება. ამიტომ ფიქრობს, რომ შანსი აქვს. თან ყური მოკრა, რომ ინგლისელები კუნძულ ელბაზე მის დატოვებას დიდხანს არ აპირებენ. საფრანგეთის მეფე ლუი მე-18 პენსიას არ უხდის. ნაპოლეონს ფული სჭირდება, ამიტომ უიმედო ავანტიურაზე მიდის. სავარაუდოდ კუნძულზე გადასახლების პირველივე კვირიდან ნაპოლეონი დაბრუნებისთვის მზადებას იწყებს და ხელსაყრელ მომენტს ელოდება. იცის, რომ საფრთხეშია და იმასაც ხვდება, რომ კონტინენტთან ასე ახლოს, ევროპასთან ასე ახლოს სამუდამოდ არ დატოვებენ, ამიტომ დაბრუნებისთვის ემზადება. მაგრამ გარშემომყოფებს ამის შესახებ არაფერს ეუბნება და მალე ამ გიჟურ გადაწყვეტილებას იღებს. ელბაზე გადასახლებიდან 10 თვის თავზე 1815 წლის 26 თებერვალს შუაღამისას ნაპოლეონი კუნძულიდან გარბის. თან 1001 გული ჯარისკაცი ახლავს. ეს ნამდვილად გიჟური ექსპედიციაა, რადგან ხმელთაშუა ზღვა უნდა გადალახოს. 3 დღე ზღვაში ინგლისისა და ფრანგი როიალისტების ფლოტების შუაგულში 1000 ჯარისკაცთან ერთად, როცა სამეფო არმია 150,000 ჯარისკაცს ითვლის. ამ 3 დღის განმავლობაში ნაპოლეონს ბედი დაუჯერებლად სწავლობს. რადგან შუა ზღვაში რამდენჯერმე შეხვდა გემებს, რომელთაც მისი ჩაძირვა შეეძლოთ, მაგრამ ასე არ მოიქცნენ. იმ დროს, როცა მას იტალიაში ელოდებოდნენ, ნაპოლეონი მოულოდნელად საფრანგეთში გოლფ ჟუანში შევიდა. თების გავლისას მას ტაშით ეგებებიან. ნაპოლეონი პარიზში ჩასვლაზე ფიქრობს. გლეხები მის ჯარისკაცებს უერთდებიან და მათთან ერთად მიიწევენ წინ. არანაირი გასროლა, არანაირი წინააღმდეგობა. დაბრუნებისას მას ისევ ბედის წერის იმედი აქვს. ფიქრობს, რომ რაც მოხდა, უბედური შემთხვევა იყო და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. 1815 წლის 6 მარტს სოფელ კორში ჩადის. თუ გაუმართლა, მეორე დღეს გრენობლში შევა. 1815 წლის 7 მარტი, კორი, იზერი.
ბედის წერის იმედად. როგორც ყოველთვის, სულ რამდენიმე საათი ეძინა. იცის, ეს გადამწყვეტი დღე იქნება. ელბიდან გამოქცევის შემდეგ ბედის წყალობს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. ჯარის მოწინავე ნაწილი ბოლო ინფორმაციას აწვდის. ლუი მე-18-ის ჯარები ნაპოლეონს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ელოდებიან. ნაბრძანები აქვთ შეაჩერონ მისი პარიზში დაბრუნება. ლაფრეს ტბის ნაპირებზე ნაპოლეონი თავის სიცოცხლეს კიდევ ერთხელ მიანდობს ბედს. სწორედ აქ ელოდება სამეფო არმია გადამდგარი იმპერატორის მომხრეებს. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა შეტაკება გარდაუვალი ჩანს. მან მომავალი ნაპოლეონის გზად წოდებული ალპების გზა აირჩია, რადგან ბევრი ხალხი არ ჰყავდა, გზები ვიწრო იყო და ბრძოლის შემთხვევაში მის წინააღმდეგ ბევრ ჯარისკაცს ვერ ჩაამწკრივებდნენ. მაგრამ ლაფრეს დაბლობთან მისულს ფართო ადგილი დახვდა. მის პირისპირ როიალისტური პოლკები იყო განლაგებული, რომლებიც რიცხობრივად 4-5 ჯერ აღემატებოდნენ. ამდენად სამხედრო თვალსაზრისით ვერაფერს გახდებოდა. უპირველეს ყოვლისა ის მოთამაშეა და თამაშს ბოლომდე აგრძელებს. იცის, რომ თითოეულ ბრძონს უფსკრულის პირას მიხავს, მაგრამ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული წინ მიიწევს. არმიები ერთმანეთის პირისპირ დგანან. ნაპოლეონი საფრანგეთის დროშას შლის და ისმის მარსელიეზას ჰანგები. მერე მარტო იწყებს გადაადგილებას მტრის ჯარების მიმართულებით. ჯარისკაცები აღმართული ხიშტებითა და დატენილი თოფებით ელოდებიან. ამჯერად ნაპოლეონი ბრძოლაში იწვევს სიკვდილს და მას პირდაპირ თვალებში ჩახურებს. როგორც ყოველთვის, სცენა ამჯერადაც ოდნავ გაზვიადებულია, მაგრამ მას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, რადგან არსებობს თვითმხილველი და ის ნაპოლეონის გარემოცვის წევრი არ არის. ეს გახლავთ ადამიანი, ვინც ადგილზე იყო და შემდეგ ერთ-ერთ ამხანაგს წერილი მისწერა. რომან სიურ იზერში მცხოვრები მოქალაქე ჟუანისის წერილი. იმპერატორი მარტო მიიწევს წინ, შემდეგ კი ჯარისკაცებს შესძახებს. რა ხდება, მეგობრებო, თქვენ სამხანაგს ვეღარ ცნობთ? თქვენს იმპერატორს, რომელთან ერთად ხშირად ბრუნდებოდით გამარჯვებულები. ის მათ მოუწოდებს სიყვირონ გაუმარჯოს იმპერატორს. და უკან გახვნენ, მაგრამ ჯარის მხრიდან სრული დუმილია. მაშინ ნაპოლეონი რედინგოტს იხსნის, კერძსაჩენს და ამბობს, რადგან ვეღარ მცნობთ მესროლეთ. ეს ერთგვარი პოკერის პარტიაა. ნაპოლეონი ფიქრობს, რომ მისთვის სროლის გამბედაობა არავის ეყოფა, არც ჯარისკაცებს, არც ოფიცრებსა და მაღალი ჩინის სამხედროებს, რადგან მათ შორის ნდობა არსებობს. ნაპოლეონი შეიძლება ითქვას ომის ღმერთია. ყველა ფიქრობს, რომ მისი მეთაურობით არმია ყოველთვის გაიმარჯვებს. სავარაუდოდ ფიქრობს, რომ სროლას ვერ გაბედავენ. 15 წლის განმავლობაში მათზე ისეთ შტაბეჭდილებას ახდენდა და მათ ცხოვრებას იმდენად ალამაზებდა, რომ ცეცხლის გახსნას ვერავინ გაბედავდა. თუმცა ამავე დროს რისკი მაინც არსებობდა, რადგან გამორიცხული არ იყო რომელიმე ჯარისკაცს ესროლა და ეს მის მოსაკლავად საკმარისი იქნებოდა. კაპიტანი ცეცხლის გახსნის ბრძანებას გასცემს. მაგრამ სროლის ხმა არ ისმის. სიტუაცია მოულოდნელად იცვლება. უეცრად გრენადერები ნაპოლეონისკენ დაიძრნენ შეძახილებით გაუმარჯოს იმპერატორს და მის ჯარისკაცებს შეუერთდნენ. საერთო აჟიოტაჟის ფონზე ისინი ერთად დაიძრნენ გრენობლისკენ. ჩემო კეთილო ლუიზ,
გრენობლიდან მოგწერე, რომ მალე პარიზში ვიქნებოდი. ხალხი უკან დამდევს. პოლკები ყველაფერს ტოვებენ, რომ მე შემომიერთდნენ. ეს ტრიუმფალური დაბრუნებაა. ლუი მე-18 გარბის 20 აპრილს ნაპოლეონი დედაქალაქში ჩადის თანაც ისე, რომ ერთი წვეთის სისხლიც არ დაუღრია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ როცა ნაპოლეონი პარიზში ჩადის, მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, რომ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ეგონა. უპირველეს ყოვლისა არსებობს საგარეო საფრთხე. როცა ვენის კონგრესზე შეკრებილი ევროპული ქვეყნების ლიდერები იგებენ, რომ ნაპოლეონი დაბრუნდა, პირველი რასაც აკეთებენ მას კანონგარეშედ აცხადებენ. ევროპაში კანონგარეშედ და იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არმიები, რომლებიც გასულ წელს ნაპოლეონის არმიასთან დამარცხდნენ, საფრანგეთში შევლენ. ისტორიაში პირველად ეს საფრანგეთისთვის კი არა, ერთი ადამიანისთვის ომის გამოცხადებაა. 25 მარტის ხელშეკრულების მიხედვით ძლევამოსილი მოკავშირეები ომს უცხადებენ ნაპოლეონ ბონაპარტს და არა საფრანგეთს. მისი განეიტრალება უნდათ, რადგან ნაპოლეონს სამყაროს შემაწუხებლად მიიჩნევენ. და მეორე, რასაც აცნობიერებს, დაბრუნებით გამოწვეული მღელვარების გამო მხედველობიდან გამორჩა, რომ პარიზში ჩასვლის მომენტში პოლიტიკური მოკავშირეები არ ჰყავდა. ხვდება, რომ მისი მდგომარეობა არასახარბიელოა, როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით. ამიტომ უკვე ნაცად ხერხს მიმართავს და სადავეების დაბრუნებას სამხედრო ოპერაციით ცდილობს. იმპერატორი ახალ არმიასთან ერთად მიდის საბრძოლველად. ჯერ ბელგიისკენ მიემართება, სადაც კოალიციის ჯარები ელოდებიან. ბონაპარტი უკანასკნელ გამარჯვებას ლინიში მოიპოვებს. არც ვატერლოოს ბრძოლაშია გამარჯვებისგან შორს, მაგრამ ფორტუნას ზურგს აქცევს. ის საბოლოოდ მარცხდება. ნაპოლეონი მეორედ იხევს უკან და როშფორის პორტისკენ მიემართება. რაღაც მომენტში შეერთებულ შტატებში გაქცევაზეც ფიქრობს, მაგრამ ინგლისის საზღვაო ფლოტის ალყაში ექცევა. ბოლოს ბონაპარტი ნებდება. ის აქედან 7000 კილომეტრის მოშორებით შუა ატლანტის ოკეანეში წმინდა ელენეს კუნძულზე გადაჰყავთ, რადგან სიკვდილით მის დასჯას ვერ ბედავენ. ნაპოლეონის სიკვდილით დასჯა სახიფათო იყო, რადგან შეიძლებოდა მის სასარგებლოდ რევოლუციური მოძრაობა დაწყებულიყო და ის მოწამედ გამოეყვანათ. ამიტომ მისი იზოლაციაში გადაყვანა გადაწყვიტეს და ჩათვალეს, რომ დროთა განმავლობაში ხალხი ამ პერსონაჟს დაივიწყებდა. ის გაუშვეს ძალიან შორს, ატლანტის ოკეანეში, მიუვალ კუნძულზე. ეს არის შუა ოკეანეში ამომართული კლდე, რომლის გარშემო მთელი ტყვეობის განმავლობაში ბრიტანეთის ფლოტი მოძრაობდა. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, იმ პერიოდში წმინდა ელენეს კუნძულიდან გამოღწევა წარმოუდგენელი იყო. 1817 წლის 13 ივნისი, წმინდა ელენეს კუნძული. მოწამეობრივი სიკვდილი. ვატერლოოს ბრძოლაში უნდა მომკვდარიყავი. იქნებ უფრო ადრეც. უბედურებაა, როცა ადამიანის სიკვდილს ეძებს და ვერ პოულობს. ჩემ გარშემო ხალხს ხოცავდნენ. მე კიტყვი არ მომეკარა. ახლა საფრანგეთი ძალიან შორსაა, რამდენიმე 1000 კილომეტრის მოშორებით. პირველ ხანებში ფიქრობდა, კიდევ ერთხელ გაქცეულიყო, როგორც კუნძულ ელბადან მოახერხა. მაგრამ დრო აღარ ქონდა. 48 წლის ასაკში სულ უფრო მეტად აწუხებდა შინაგანი დაავადება, წყლული ან სიმსივნე. ნაპოლეონი უკვე სხვა სამყაროზე ფიქრობს. როცა მოვკვდები, ჩემი მამაცი თანამებრძოლები იქ დამხვდებიან და მომიყვებიან, რაც ერთად გავაკეთეთ. ისინი დიდებით დაბრუნდებიან. იმ მომენტიდან, როცა ნაპოლეონი აცნობიერებს, რომ ვეღარ დატოვებს წმინდა ელენეს კუნძულს, ბევრად უფრო შეგნებულად იწყებს მუშაობას თავის ლეგენდაზე. გარშემომყოფებთან იყენებს ისეთ მოკრძალებულ ფრაზებს, როგორიცაა ქრისტე ჯვარზე რომ არ გაეკრათ, ღმერთი ვერ გახდებოდაო. ამით ხაზს უსვამს, რომ მოწამეობა მანაც უნდა გაიაროს. მან უკვე იცის და ბოლომდე დარწმუნებულია, რომ შთამომავლობა
მის ღვაწლს აღიარებს. ამჯერად ის სრულიად განსხვავებული ფორმით წარმოგვიდგება. მარმარილოს ქანდაკება რამდენიმე ადგილას არის გაბზარული. ნაპოლეონი თავს წამებულად გვიჩვენებს ინგლისის ტყვედ და მმართველების ტირანიის მსხვერპლად, რომელიც საშინელ, ეშმაკებით დასახლებულ გაუკაცურებულ კუნძულზე გადაასახლა სრულ სიბნელეში, სადაც გადაუღებლად წვიმს და ვირთხებს ჭამენ. ცხადია ძალიან უჭირდა, რადგან თავისი ოჯახისგან, შვილისგან, მეგობრებისგან, მეუღლისგან მოშორებით ყოფნა უწევდა. მაგრამ სინამდვილეში წმინდა ელენეს კუნძულზე საცხოვრებელი პირობები არც იმდენად საშინელი იყო. ვფიქრობ, რომ ნაპოლეონი საკუთარი ტყვეობის პირობებს ამძიმებს და თავის ციხეში იკეტება, ანუ თავის ოთახში. არადა შეუძლია მთელ კუნძულზე იმოძრაოს. წმინდა ელენეს კუნძულზე დესპოტს სურს თავი მსხვერპლად წარმოადგინოს, მაგრამ ამ სცენარისთვის ჯალათი სჭირდება და ამ როლში ინგლისელი გუბერნატორი ჰადსონ ლოუ მოგვევლინება. ნაპოლეონს შეიძლება ითქვას ძალიან გაუმართლა, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე ყოფნისას გუბერნატორ ჰადსონ ლოუს გადაეყარა. სწორედ ის გახდა ანტიგმირი წამებულის ისტორიაში. ცხადია, ნაპოლეონი და მისი გარემოცვა ამ ამბავს აზვიადებდა, როცა ბოროტ ინგლისელს გადასახლებაში მყოფ თავაზიან ნაპოლეონს უპირისპირებდა. სინამდვილეში ლოუს ნაპოლეონთან საერთო ენის გამოძებნა შეეძლო, მაგრამ ამ უკანასკნელს თანამგრძნობი და ლმობიერი ციხის მცველი არ სჭირდებოდა. ერჩივნად დაუნდობელი ადამიანის ხელში ყოფილიყო, რომელიც თავისუფლებას შეუზღუდავდა, რადგან უნდოდა შთამომავლობას მასში ნამდვილი წამებული დაენახა. შეიძლება ითქვას, რომ ჰადსონ ლოუ ნაპოლეონმა შექმნა და კარგადაც გამოიყენა. ნაპოლეონი გუბერნატორის პროვოცირებას ახდენს. გამოჩენას თხოვენ, ის კი იმალება. რაც მეტად იგდებენ აბუჩად, მით უფრო კმაყოფილია და სჯერა, რომ მისი იმიჯი იცვლება. მოწამეობა ტირანის ტყავისგან მათავისუფლებს. ამგვარად ის ისტორიის მთელ მონაკვეთს შლის. ყველაფერს, რაც 1814 წლის შავ ლეგენდაში წინ იყო წამოწეული. მაგალითად, კაციჭამია, რომელმაც სამხედრო კამპანიების დროს ასეულობით 1000 წვევამდელი შეჭამა, ტირანი, ეშმაკეული და ასე შემდეგ. ნაპოლეონის წინააღმდეგ არგუმენტების მთელი სერია არსებობდა, მაგრამ კლდეზე გამომწყვდეული მოწამე პატიმრის სახემ ყველა ამ არგუმენტს ძალა დაუკარგა. ის თავისი ბედის შემოქმედია. იგრძნო, რომ თუ მსხვერპლი გახდებოდა, მას სულ სხვა თვალით შეხედავდნენ. ის თითქოს სახეს იცვლის, შეურიგებელი დესპოტის ნაცვლად დამარცხებულ ადამიანად გვევლინება და ქმნის ამ შეუდარებელ სახეს. შეიძლება ითქვას ქრისტეს, თანამედროვე ეპოქის ქრისტეს სურათს. 1821 წლის მარტიდან მისი მდგომარეობა უარესდება. ამჯერად მან შთამომავლობაზე კი არა, სიკვდილზე უნდა იფიქროს, რომ აქაც მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. ნაპოლეონს მეტად ხანგრძლივი, ნელი და უთუოდ მტკივნეული აგონია ეწყება. ის არ მოკვდება, მაგრამ ეს აგონია საკუთარი სიკვდილის სცენის დადგმის საშუალებას მისცემს. ამას შეგნებულად აკეთებს და ტკივილების მიუხედავად ახერხებს დადგას სუვერენის სიკვდილის სცენა. ბოლოს აღამოს ნაპოლეონი ხვდება, რომ უკანასკნელ ბრძოლას თამაშობს. და იცის, რომ მხოლოდ ანდერძის დახმარებით შეუძლია მსოფლიოს მიმართოს. ანდერძს წერს როგორც ადამიანი ბონაპარტი, რადგან არსებობს კონკრეტული მემკვიდრეობა, რომელიც ნათესავებს უნდა გაუნაწილოს. და წერს როგორც მონარქი, სახელმწიფო მოღვაწე. ამ კუთხით ანდერძი სერიოზული განაცხადია, რაც მას საშუალებას აძლევს მარადისობაში გადაინაცვლოს. მე, დაბადებული რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში, 50 წელზე მეტია ვაღიარებ მას
და ამ რწმენით ვკვდები. ნაპოლეონი, რომელსაც თითქოს ბედის წერის გარდა არაფრის ჯეროდა, უეცრად მორწმუნე გახდა. და სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე აღსარების ჩაბარება ითხოვა. აღსარებას აბარებს კიდეც, მაგრამ არ ამგონია ეს იმიტომ გაეკეთებინა, რომ სარწმუნოებას, კათოლიკურ სარწმუნოებას დაუბრუნდა, არა. აღსარებას იმიტომ აბარებს, რომ არის სუვერენი, რომელსაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პაპმა დაადგა გვირგვინი. ის უნდა მოკვდეს როგორც ქრისტიანი, ბოლომდე ისე მოიქცეს, როგორც სუვერენს შეეფერება და ყველას შეახსენოს, რომ მისი დინასტია წმინდა დინასტიაა. ის ორგანიზებას უკეთებს საკუთარ დაკრძალვას. მას ეგვდერში გადასვენებაც აქვს გათვალისწინებული, სურს რომ მესა მის გარდაცვალებამდეც ჩატარდეს, რომ ნაპოლეონისთვის ილოცონ. ერთი სიტყვით, არის მთელი რიგი ჟესტები, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ნაპოლეონის სიკვდილის მომენტშიც კი დიდი ყურადღებით ეკიდებოდა სურათს, რომელიც მის შემდეგ დარჩებოდა. ეგვდერი ქრისტიანი სუვერენის სახეა, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა უჩვენონ. (1821) წლის 5 მაისს საღამოს 5 საათსა და 59 წუთზე სიკვდილი, რომელიც ნაპოლეონმა არაერთხელ გამოიწვია, ბოლოს და ბოლოს იმარჯვებს ბონაპარტზე. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, რადგან ნაპოლეონის ისტორია მის გარდაცვალებასთან ერთად არ მთავრდება და როგორც თავად იმედოვნებდა, ის ენით აღუწერელ განზომილებას იძენს. მისი გარდაცვალების ამბავი პარიზში დიდ ვნებათა ღელვას არ იწვევს. ცხადია, იმართება მცირე მანიფესტაციები, მაგრამ ეს არ არის კოლექტიური ემოცია. შემდეგ იწყება ლიბერალი იმპერატორის ოქროს ლეგენდის წარმოქმნის, განვითარებისა და გავრცელების ფაზა. და ეს ლეგენდა თანასწორობისთვის მებრძოლი ლიბერალი იმპერატორის, როგორც თავად ამბობდა, რევოლუციურ მესიად გვიხატავს. საინტერესოა, რომ მოსახლეობის ერთ ნაწილს მისი სიკვდილის არ სჯერა. თითქოს ის უკვდავია და ნახევრად ღმერთის სიმაღლეს მიაღწია. ბევრ განჩნდება მკვდრეთით აღმდგარი ნაპოლეონის პერსონაჟი, რაც იმ დიად კვალზე მიუთითებს, რომელიც იმპერატორმა დატოვა. ქრისტეს მიმსგავსებული ნაპოლეონი. ასეთი გამოსახულება გვხდება 200 ვერნეს ცნობილ გრავიურაზე, სადაც ვხედავთ, როგორ ამოდის დიდების შარავანდედით მოსილი ნაპოლეონის საფლავიდან. ეს მკრეხელობა არ არის. უბრალოდ ჯარისკაცების მიჯაჭვულობის გამოხატულებაა. ჯარისკაცებისა, რომლებსაც არ ჰქონდათ რელიგია, მაგრამ ყავდათ იმპერატორი. სურს ჩემმა ფერფლმა სენის ნაპირებზე განისვენოს. იმ ფრანგ ხალხს შორის, რომელიც ასე მიყვარდა. გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, როგორც თავად იმედოვნებდა, მისი ცხედარი წმინდა ელენეს კუნძულიდან პარიზში გადაასვენეს. ინვალიდების სასახლეში შთამბეჭდავი საფლავი მოეწყო. ეს ეროვნული მოვლენაა. ადამიანი, ვისაც ბედის წერის სჯეროდა, ლეგენდად იქცა. სიკვდილი ნაპოლეონის უდავოდ დიდი გამარჯვებაა, რადგან იმპერატორის ეპოპეას ლიტერატურული განზომილება აკლდა. გენიოს მხატვრებთან მან ფერწერული განზომილებაც შეიძინა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ლეგენდა სიტყვაკაზმულობის ნაკლებობას განიცდიდა. საკმაოდ რომანტიკული იყო კლდეზე მიჯაჭვული გიგანტის გაუჩინარება შორეული კუნძულის წყვილადში. ამაზე რომანტიკულ სიკვდილს ვერც ვინატრებთ. მალე რომანტიკოსი მწერლების თაობა, როგორებიც არიან ვიქტორ ჰიუგო, ბალზაკი, ვინი და ასე შემდეგ, მის ეპოპეას ხოტბას შეასხამენ. უკან დააბრუნებენ და ლიტერატურულ შტრიხებს დაუმატებენ. ცნობილი ფაქტია, რომ შატობრიანი ნაპოლეონის მტერი იყო, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ დიდებულ სიტყვებს ამბობს. სამყაროს, რომელიც სიცოცხლეში ვერ დაიპყრო, სიკვდილის შემდეგ დაეუფლა მისი დიდება. შატობრიანმა ამით ყველაფერი თქვა.